რა ბაზარია? ეთერში ვართ უკვე? ეთერში ვართ, ხო? გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით. როგორც იქნა დადგა ეს ბედნიერი დღე, როგორც იქნა ჩემთვის ყველაზე საინტერესო და ყველაზე რაღაცნაირი გამომწვევი პროექტი ეთერშია. ჩვენ ახლა ვართ ბაზარში, ვეკვას 3 ნომერში, სადაც შეგიძლიათ მოხვიდეთ ხოლმე. პირდაპირ ეთერში მადევნოთ თვალყური და ერთად გავერთოთ ხოლმე. შეგიძლიათ ბაზარის Facebook გვერდზე შეხვიდეთ და იქიდან ადევნოთ ამ ყველაფერს თვალყური და ასევე შეგიძლიათ YouTube-ზეც უყუროთ, იმიტომ რომ ეს არის გადაცემა რა ბაზარია! ტაში არ არის საჭირო, ჩემ ტავს, მე თვითონ დავუკრავ ჩემ თავს ტაში. ვეკვას 3 გახლავთ მისამართი. მოკლედ, მე ძალიან მიხარია, რომ ესეთი რაღაცნაირი ინოვაციური გადაცემა პირველად საქართველოში, ესეთ საოცარ სივრცეში, სადაც იქითკენ ადამიანები მიირთმევენ, აქეთკენ სადღაც მუშაობენ, იქით ყავას სვავენ, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე ვიღაცებს შეიძლება ხელსაც უშლი, მაგრამ არა უსავს. თქვენ შეგიძლიათ დღეს თუ არა, შემდეგ სამშაბათს უკვე მოხვიდეთ აქ დასხდეთ და ერთად გავერთოთ ხოლმე. მე ძალიან ბევრი ვიფიქრე ჩემი პირველი გადაცემის, ანუ რა ბაზარიას, აი ეს ვიყვირებ ხოლმე და წინას არ გავფრთხილებ. რა ბაზარიას პირველი სტუმარი ვინ უნდა ყოფილიყო? ბევრი ვიფიქრეთ, თუ ცოტა ვიფიქრეთ, გადავწყვიტეთ, რომ პირველი გადაცემის რა ბაზარიას სტუმარი უნდა იყოს ძალიან ლამაზი, ძალიან ნიჭიერი, ძალიან ახოვანი, რაღაცნაირად ბუზღუნაც, თან ჭკვიანიც, თან უხასიათოც, თან ხასიათიანიც. მოკლედ, ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე, გადავწყვიტე რომ დედოფალი მოვიყვანო დღეს ჩემთან სტუმრად პირველ გადაცემაში ლაივში. დედა! რა ბაზარია! ვერ გავიგე ვაფშე რა ბაზარია. რაღაცა კაია, თან ისეთი მადის აღძრელი ფოტოებია, მაგრამ შენ მატყარ ჩვეულებრივი. მე ანუ ერთ წამი კარგი წარდგენა იყო თუ უნდა ძალიან მომეწონა, მაგრამ და არ იყო სიმართლე, რა არის სიმართლე? ლამაზი, დახატული რაღაცა იქ უცბად მართლა დედოფლა წარმოვიდგინე თავი. კაი, მოშ სიმართლეს ვიტყვი მეგობრებო, სიმართლე არის. არ არის საჭირო. უბრალოდ დედა თამარმა მარტო არ გამომიშვა. დიახ, არ გამოგიშვა. რატო არ გამომიშვა? და რა ხარ მარტო გასაშვები. მარტო. დიახ. დედა, როგორ ახარ? მე ხო ყოველთვის ყველაზე კარგად ვარ და მოხდები. რა ბაზარია? რა ბაზარია და ვზივარ ახლა იქ რა ვიცი ჩემ ბათუმში არ ხეინათ რა, კაი ამინდებია, კაი ბაზარია, რაღაცა ამბავია, აუზია ზღვარი, ერთი მეორე ინგრევა თეატრი, არ ინგრევა რაღაცა კაია და უშ ბაზარია რა. კაი ბაზარია მოკლედ რა, მაგრამ ახლა მაინტერესებს შენ თუ მოგწონს ჩემი სტუდია. მე ძალიან მომწონს საერთოდ. არა, თქვი როგორი სტუდია, ამის სერიოზული, ასეთი სტუდია არ ღირსებია, მე მგონი თვით ვიღაცებს გვარები არ ღირსებია არავის და მე ღირსა ხედა. მე მომწონს ეგ ამბავი რომ პირველად საქართველოში. და მე მგონი სოფლიოში, საერთოდ ბაზრიდან არასოდეს აყოფილა პირდაპირ ეთერი. ბაზრიდან და თან ესეთი საოცარი ადგილიდან. სერიოზული, რა მე მგონია ვიღაცებს ხელს უშლია აქ, იმიტომ რომ იქ ვიღაც მუშაობს. იქ ვიღაც მიირთმევს, იქ ვიღაც ყავს. მე მაგ დევიზად წელი ცხოვრება, რას დაეძებ, გინდა უნდა გააკეთო. მაგას ხო? არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი წლის ახარ. უნდა გააკეთო. შეგიძლია სახელზე მითხრა, სახელი მოგეწონა, როგორ მოვიფიქრე? მე მომეწონა კი, რა ბაზარია და თან ამას არ აქვს ბევრი ინტერპრეტაცია, ხო იცი? და რა ბაზარია? და რა ბაზარია? და რა ბაზარია? ხო, რა ბაზარია? და რამდენი რამე აზე ხარ, როგორ მეტყობა მაინც აი, ეგ ბაზარია, ეგ არის და ძალიან კარგია, იმიტომ რომ ჩვენ მაინც ესე ხმარობთ აი ამ არ ვიცი რა ქვია ხა ამას, სლენგი თუ რაღაცას რო ეძახი. რაღაცა სიტყვებს რო იგონებთ რაღაცებს რა. დამახინჯებული ქართული. მე იმ დღეს გავიგე ისეთი სიტყვა. დამახინჯებული ქართული არ არის. შოქში ვარ ის სიტყვაზე, არა ეგ უნდა ვთქვა რა და მივწერო უნდა და რა ბაზარია. განყუთვა. შოქში ვარ, განყუთვა. აი და მეთქი რასაკეთ თურმე ესე ყუთი აიღეს და განყუთეს. დედა, unboxing-ი ქვია. რას დავეძებ, მაგრამ განყუთვაზე გადავირიე რა, ეგ იცი რა მინდა, მოკლედ დღეს არის პირველი გადაცემა. ხო. წარმატებას უსურვებ თქვენ გადაცემას. მადლობა ძალიან დიდი, ჩვენს წარმატებას უსურვებთ. ეხლა ლაივში ვართ, ხალხი გვიყურებს და მოკლედ გადავწყვიტე რომ მე ზოგადად ძალიან მექრინჯება. მექრინჯება რა არის? მექრინჯება არის. აი შენ დამახინჯებული ინგლისურ ქართული და მექრინჯება არის რომ აი ცოტა გერიდება და გეუხერხულება. არ არის მოსარიდებელი. არა, ნახე რა ბავშვობის ბაზარი იყო თავის დროზე, ძალიან მაგარი. აქა ეხა კაია რომ ეს გააკეთეს ორბელიანის ბაზარი. მოკლედ მე შევიძლია რომ თამრები რა ბაზარია და მე წავიდე, იმიტომ რომ ხალხი იკითხავს რა ბაზარია, შენეთქვი ორბელიანის ბაზარია. ორბელიანი აღარ არის და დავამთავრეთ ორბელიანი, ეს არის ბაზარი. ბაზარი. რა ბაზარია? რა ბაზარია? ეგ ბაზარია დედა. კარგი, მოკლედ დღეს არის პირველი გადაცემა, პირველი ლაივია.
ესეთი ამბებია და გადაწყვი მე კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ცოტა მექრინჯება, მაგრამ შენ ისედაც არ მაქებ, მე ძალიან იშვიათად ხდება ეს ამბავი, ხო და მე გადავწყვიტე რომ ეხლა ჩემზე კარგები უნდა ილაპარაკო რა, სულ. დაიწყე. რა ვილაპარაკო? კარგები. მაშინ დამარიგო უნდა. ეგ ბაზარია, კარგებია. რა დაგარიგო, ეხლა შენ შულზე კარგებს ვერ იცი. არა, კარგია რომ ეს ლაივ გადაცემა, ანუ პირდაპირ ეთერი რაღაცა მოგივიდათ თავში და ეგ უკვე კარგია, მომწონს. თავარია რომ ამან აკრიფოს მაყურებელი და საერთოდ მე ვფიქრობ რომ ტელევიზია უკვე ნელ-ნელა უკან გადადის და თელი მსოფლიო მართალია ჩემნაირი ტექნიკური ბეცები ამაში ვერ ერკვევიან, მაგრამ ნუ არა უშავს, ოდესმე გაერკვევიან. ეს უკვე კარგია, ეს შექებაა და ყველას ეკუთვნის, ვინც ამაზე მუშაობს. ეგ ერთი. კიდე შიგადაში გაგხომე კარგი გამოსხივებები და კარგად იქცევი. არის რაღაცები, როცა თამაშობ და არ მომწონს და რაღაცებს იგონებ. გინდა როლებს, გინდა რავი ცხოვრებაში უცბად არტისტი ხდები. მართალია შექსპირმა თქვა რომ ეს ცხოვრება არის ისაო რა ქვია. დედაზე ხელი უნდა აწიო რა ბაზარია ეხლა. შემაქე მეთქი და შემაქე დედა მეთქი კარგები ჩემზე. მაშინ დავიწყებ. დაიწყე. ბავშვობაში იყავი ძალიან მახინჯი. ბავშვობით და ღმერთო. რო დაიბადე, ისეთი მახინჯი იყავი, რომ მოგიყვანეს მეთქი გაიტანეთ გრენლანდია, რას გავს ეს ბავშვი რაღაცა საშინელება, თმიანი და გავბეს შა. თმიანი ეხაც ვარ დედა. სადაგ აქვს რამდენი თმები მაქვს? რა ვიცი ეხლა ყოველ შემთხვევაში. ხო და მე ნელ-ნელა რომ გაიზარდე, სულ თვით კრიტიკული იყავი და იმდენი გაძახეთ, რომ ლამაზი ხარ, რომ მე მგონი ჩაგიჯდა ეს სად ჩამიჯდა, სად გაიგე ჩემგან სიტყვა ლამაზი? არა, ხა ლამაზი არა, მაგრამ რას ეძახიან ეხა ეშხიანი რა სიტყვა? ეშხიტყობა შენგან მაქვს გამოყოლილი და მე ლამაზი ვარ. შენ ლამაზი ხარ. დაგავიწყდა შენ. ბოდიში შენ. მე ლამაზი. მე ვიყავი თეთრი ფიტყინა, შენ იყავი შავი მაყი. რა სიძახი დედა რა? არაუშა, სამაგიეროდ გაიზარდე ნიჭიერი გოგო მინდა გითხრა და მე მიხარია რომ მიზანსწრაფული ხარ. მოდი აი ნახე რა კარგია. კარგი თვისება მიზანსწრაფული ხარ. საოცარი, ყოველთვის აღწევ შენ მიზანს, არასოდეს არ გაბრკოლებს ასე ვთქვათ, აი რაღაცა ისინი, არატირო, ეს კარგია. ანუ ჩემნაირი არა ხარ, კაიკაც არ გამოვიდა რა ვქნა ახლა მე არ გამოვიდა არ შეიძლება. ხო, შენ ეგ გარდა, მე არა. ეგ ბაზარია დედა რა, რომ არ გამოვიდა არ შეიძლება. მოკლედ ეხლა მეგობრებო, ეს ლაივ სტრიმი არის, ამ რაღაცებს ვერ ამოვჭრი, ვერაფერს ვერ უშველი, ეხლა ვერც ვაჩუმებ ამას და მე YouTube-ზე უკვე ამოჭრილებს და ისეთ მარტო ჩემ შექებებს დავტოვებ რა დედა. მომისმინე, ნახე რა შესაქმე. ჩვენ რო ესე არ გაგვეზარდე. ხო, შენ არ იქნებოდი. ხო, მაგას გეუბნები, ჩვენ თქო, მაგიტო თქვი, მრავლობითი ფორმა არსებობს ქართულ ენაში, ჩვენ რო არ გაგვეზარდე, ასე არ იქნებოდი, გაიგე, მაგრამ ასეთი მიზანსწრაფული ხარ, მაგრამ ეს მაინც ეთყობა გაქვს რაღაცა, აი რაღაცა არის და ჩვენ შენგან უნდა ვისწავლოთ ეგ ამბავი. მადლობა დედა, ეს მართალია უკვე დაგვიანებულია, მაგრამ მაინც საოცარი დედობისთვის. მოკლედ, ეხლა მე მაყურებელს მინდა ვუთხრა, რომ დედა ჩემ აირჩია ჩემი პროფესია, ისიც მსახიობი გახდა. შენი პროფესია აირჩია, მე თუ შენ აირჩია ჩემი პროფესია. დედა ჩემ აირჩია ჩემი პროფესია, ისიც მსახიობია, მე გადავდე ჩემი პროფესია თქვენ გამო. ხო და არ გადაგიდია რატო ეხლა გადასარევად ხარ ფანტასტიკურ სპექტაკლებში ფანტასტიკურ როლებს თამაშობ ხო და მე მაინტერესებს რამე თუ მომხდარა აი რამე თუ მომხდარა ისეთ შენ ცხოვრებაში აი სცენაზე მაგალითად რომ აი რაღაც ტექსტი დაგვიწყებია გამოცდილება აი რაღაც სულ გამოცდილებას დაგჭა შეგიძლია გაიხსენო რამე ისეთი აი სულად გახსენდება ტექსტის დაგვიწყებია და გვიმაიმუნა შენ პირადად მაიმუნება არა აი ნახე მაიმუნობა სხვა თემაა როდესაც მაიმუნობ შენ იცი და სიამოვნებას იღებ მაგრამ აი უცებ რო ითიშები და ერთხელ დამემართა იმიტომ რომ აი რო იქცია ხომ შეგდება სპექტაკლში რო შეგაგდებენ და დილას დამერეკა საწყალმა სანდრო მრევლიშვილმა და საღამოს უნდა შეხვიდე და ძლივს მივაღწიეთ თეატრამდე 5 საათზე 7-ზე უკვე სპექტაკლი უნდა მეთამაშა და ნუ აი მე იქ საკუთარი ტექსტები ვწერე, ნუ აი რაღაცა ეგ აი რა შეგრძნება ეგ აი ნერვიულობის რაფაზა საშინელება და ბოლოს ბოდიში და უნდა ვთქვა ეს სიტყვა მაგარი უნდა დაიკიდო, იმიტომ რომ სხვა გზა არ აგა გვერდსად ვერ გადაიხარ. აქ შეგიძლია ყველაფერი თქვა, იმიტომ ხო, უნდა დაიკიდო და მიხედო თავს, იმიტომ რომ სხვა გზა არ არის რა. ეგრე ყოფილა ნამდვილად, მაგრამ უმეტესად იშვიათად მოვიწყდება ტექსტი. მოვიწყდება ზონგები, ანუ აი სასიმღერო რაც არის. საერთოდ რაღაც დაკვირებული ვარ, რომ ვერაფრით ვერ ვიმახსოვრებ ქართულ სიმღერებს. რატო? არ ვიცი. შენ და ქართულ სიმღერებს აი ახალს ძველი ყველა მახსოვს და ახალს ვერაფრით ვერ ვიმახსოვრებ რა აი მაინც რომელიც ვერ ნუ აი რა ვიცი აი ხა მაგეთად ხო დამიწერა რამდენიმე კომპოზიტორას არც ერთი ის სიტყვები არ ვიცი რას მეუბნები რა ხო აი ზურიკო გოშაძე მაინც არა ნუ აი არა მომეცი თუ ასაკი აი იცი რა მაინტერესებს
ასაკი შენთვის მაგ ციფრებია? აი ეს სტამპი. ისე საჭმელი. თქვენ არ იყავით, სად იყო ასაკი ყოველთვის მე შემიძლია ისე არაორდინალური ვიყო, რაც თქვენ არ შეგიძლიათ. აი რა შეგვიძლია, რა ჩვენ არ შეგვიძლია, რა ჩვენ შეგვიძლია. წითელი მქონდეს სხვა იეროგლიფების ზეგ რაღაცაში გადავიპარსო ნახევარი ვიარო ცალცალი ფეხსაც მე. სულ ესე არა, სულ ესე ვაკეთო, ანუ სულ ამას ვაკეთებ მთელი ცხოვრება. თქვენ მაინც კონსერვატორული ტიპები ხართ რა და მე მთლად არა ვარ დალაგებო. და ასე ნუ დადიხარ და აუბედურება არ დავდივარ ჩაკეტილი ფეხსაცმელები? არასდროს არ მithქოს მე შენთვის დედა ესე რა. რასაც მე შენიშვნებს ვიღებ მთელი ცხოვრება თქვენგან გენაცვალე. რა შენიშვნებს გეუბნები? გაჩერდი ერთი რა. ოჯახური არ მალაპარაკო ყველაფერი ამ ბაზარზე მართლა არ ვიბაზრო ეხა ყველაფერი. იბაზრე რა რიცი მე მაინც მორალური არ მაძლევს უფლებას რომ ყველაფერი ვილაპარაკო. შვილი მაინც შვილია ხო იცი? შენი ნაშობია და შენ ნაშობს უნდა ბაზარმა მოგცა საოცარმა სივრცემ მოგცა და მომცა საშუალება რომ ვილაპარაკოთ ვიბაზროთ რაც გაგვიხარდება რა იმიტომ ტელევიზია მაინც ვილაპარაკო მაიქ ვერ ჩერდები ნახე ერთადერთი რაც არ შეუძლია პარტნიორის შეგრძნება არა აქვს ძალიან კარგად როდესაც წამყვანი საუბრობს არ შეუძლია რომ შვენი რატმა პარტნიორის შეგრძნება კარგი მე მაინტერესებს რაღაც მაინტერესებდა და დამავიწყდა იმდენი ვილაპარაკე. მეცნიერებასთან აქ პრობლემა დალია რამე. არ მესმის. აი პირველი სპექტაკლი შეგიძლია გაიხსენო? სუ პირველი ჩემი. აი რა ემოცია ქონდა? უი საოცარი, მაშინ თამაშობდით დუმბაზეს. მესამე მეორე კურსზე ვიყავით და როდესაც ჩვენმა პედაგოგმა გაგვიყვანა პროფესიულ სცენაზე და ვიყავით. აი რომელ თეატრში? მუსიკალურში, ეხლა კომედია იყო მაშინ, ეხლა მუსიკალური თეატრი და ჩვენ დიდრო ისე კარგად მახსოვს და მეორე კურსზე ვიყავით. მეორე კურსზე ვიყავით. ხო, სხვა შორის მაგაში მქონდა ის, რომ სულ და ეს იყო საოცარი შეგრძნება, რომ ეს ამდენი მაყურებელი, ეს მუსიკა, ეს ორკესტრი, ეს რაღაცა და აი ეს რაღაცა მას მე გავედი ზუსტად 100 სიტუაციის ჩუხამარში სადაც სპექტაკლი მახსოვს. ხო, ეგ გემახსოვრება თქვენ რომ ბღავდით გამოწერილი. მე არა, ნინუცა ბღავდა. ხო, ორივე. ზუსტად მახსოვს რომ მე არ მიტირია, იმიტომ რომ ნინუცას ვამშვიდებდი. ხო, ეგ აი რისთვის ღმერთო, იქ უკვე გადასახლებიდან რო ჩამოვიდა, ეს ვიყავი უკვე მესამე კურსზე, როდესაც რეპერტუარში თამაშობ და მე და ბადრი ბეგალიშვილი idioot ნახევარი ეგა ჩვეულებრივ ისე ვერთობოდით ხოლმე ზოგჯერ დილის სპექტაკლებზე, ხა დილის ახლა ცოტა ცუდ რამეს ვამბობ, მაგრამ აი ნუ საშილად ვიქცეოდი დილის სპექტაკლებზე, ხო ახალ ტექსტებს წერდი და თან ისეთ ყორეფერებს. ტექსტები არ გავიწყდება სცენაზე. არა, არ გავიწყდებოდა, უბრალოდ იქვე იმპროვიზაცია. მომზადებელი გასულ ხარ სცენაზე. კი, როგორ არის? აი რას ეძახი მომზადებელი? ანუ აი ვერ მოასწრები რაღაცას, გრიმი, იმიტომ რომ მიხვედი უკვე დაწყებულია სპექტაკლი, იმიტომ რომ ჩვეულებრივი ფეხსაცმელი შევარდი, იმიტომ რომ რაღაცა საშინელება ჩაატე, როგორ არა კაცო იმდენი გაგვეკეთებია. და ერთი გენიალური იყო, ასე ვაგვიანებდი საწყა სოფიკოსთან რა, იქ მონოსპექტაკლს რო თამაშობდი რა, დარიოფოსი და რო ვიცოდი რომ უკვე ვაგვიანებ, სოფიკო გიჟდებოდა მაგაზე რომ საგდა და უკან დავამხეცე რომ იყო ფანჯარა და ბიჭებს ვაღებინებდი და ფანჯრიდან გადავდიოდი ეგრევე რა, ხო და ერთხელაც ესე უკვე გადავედი ფანჯრიდან და მადგას მიხაილოვნა. აჰა, მეუნება ჩაგიჭირე. ხო, არა, ეგ. გაგიჭირეს? ესე დაგადგა რა ბაზარია. სამაგიეროთ ეხლა აგვიგზალეს და 5 საათზე დაჭობილები ვართ უკვე თეატრში. ეხლა ბევრი რამე აგვიგზალეს, მაგრამ ჩვენ მაინც კარგად ვართ. იცი რა მაინტერესებს? რაღაც მინდოდა მეკითხა. კიდე. და რა ბაზარია? აი რა ბაზარი კი რა, ის ტრენდი, იცი? აი TikTok-ის ტრენდი არის. იცი? სიმართლე უნდა მოისმინო და არ უნდა განსაჯო. მე ხო ტექნიკურად ბეცი ვარ, მითხარი რა. არა, ნახე, ახლა ესეთი ამბავია. უნდა ვიყოთ ბოლომდე მართლები და უნდა მოვყვეთ რა დაგვიმალავს ერთმანეთის. რამდენიც გინდა იმდენი რამე დამემალავს. ახლა თუ მოვყევი არ მეყოფა 6 გადაცემა. არ მოყვები ერთს მაინც? რა ვიცი, ჯერ პატარები რო იყავით, ჩვეულებრივად გატყუებდით, რომ სიბნელეა და სიღამეაო, იძახდით და გაძინებდით 7 ნახევარზე. 7 საათზე მაძინებდით. ხო, 7 საათზე, იმიტომ რომ ჩვენ ქვეიფი გვინდოდა. კარგი, მაშინ მე სიმართლეს გეტყვი, რომ მაშინ არ ვიძინებდით მე და ჩემი. არა, როცა პატარები იყავით, იძინებდით, ჯერ ზაზასთან რო ვიყავით, ზოიძესთან იქა ბათუმში და იმაში, იქ იძინებდით, იმიტომ რომ ძალიან პატარები იყავით. მე აღარ ვიძინებდი დედა. მე კი ვიცი, მაგრამ კარგია, გესია მოუნა. ძალიან, სამაგრო წესერი ბავშვები იყავით. მე რო შინ მოუსმელები გახდით, გენაცვალე. შინ მოუსმელი, მე არა, ნინუცა იყო შინ მოუსმელი. ახლა ყველაფერს ნინუცას აბრალებ, შენს კაიში ნუ რამაზის არ იყოს, რას ერჩი, ბავშვები დილას დროზე ადრე მოდიანო, დილას 7 საათზე მოდიან სახლში, რას ერჩიო. ზუსტად. კაი. რამდენიც გინდა იმენ ბავშვებს რო თავი დავანებოთ, დიდობაში რა ტყუილი გითხვა შემთვის. დაიდო საქმე სიმართლე. რა, აღა ეხა ესე ვერ ვიხსენებ, რა ტყუილი მითხა. რა ვიცი, რაღაცა მე მიცუღლუტია მილიონი რამე და მე მომიგონია. აი რამე სერიოზული ტყუილი გითხვა შემთვის დიდობაში? ხო, მაგალითად მithქვა ტყუილი, რომ არ მქონია რეპეტიციები და ბათუმში წავსულა. მე რა მაგაზე რო მოგონია რომ რეპეტიციები მაქვს. მოგიგონია რომ მეზარებოდა ეგ თბილისში დომა. გეზარებოდა შვილები.
არა, ყველა. გეზარებოდა ესარებოდა. მომიტყუებია დიახაც. მაგრამ მე მაინც ვერ უამრავი რამე ვერ ვიტყვი რომ ეხლა ციდან ჩამოფრენი რომ და უამრავი მომიტყუებდა და ბევრი შეცდომაც მაქვს დაშვებული და ისავადე იმიტომ რომ დაგძდებთ და გეუბნებით რა ბაზარია რაღაცა რომ იგივე არ გაიმეოროთ ეს ყველაფერი მაგის რა გავიმეორეთ იგივე შეგვიძლია წამოვწვეთ ხო იცი აქ და რო ვაფშე რომ დავждდეთ ძირს არა რაღაცა აი ესე რომ წამოვწვეთ კი არა ძალიან დაბალი სკამი. სამი კაცი დამჭირდება ასაყენებლად. მოემზადეთ ხალხო, როცა დამთავრდება გადაცემა, მე ამაყენეთ, იმიტომ რომ აქედან ვერ ავდგები ვერასდროს. ეხლა ჩემი ჯერია, იმიტომ რომ მართლა კი ჩემ გადაცემას კი ქვია რა ბაზარი. შენ რა მოგიტყუებია? მოდი, ნუ ბაზარში ნუ გადავალთ რა, მე რა მომიტყუებია? მე სხვათა შორის ძალიან დიდი ხანი გატყუებდი, რომ სიგარეტს არ ვეწევ. ძალიან კარგად იცოდი ყველა. საიდან იცოდი? და ის მოყევი ერთი თვალი რომ მოხვედი სახში და რომ მოიპარებოდი ესე რომ მოიპარებოდი ესე ეგ შენ მოყევი მე არ მახსოვს ეგ მოკლედ აქ და არადგა ესე უნდა ვიარო ხო საბიცი ესე და ბოლოს ესე ტანანა ასე გამო ხო და მოყევი აქ შენ მე რომ თვალი მოვედი ესე ვზივარ სამზარეულოში მოკლედ და ესეთი საკმაოდ დიდი საბინაა ჩვენი რა და მოკლედ სამზარეულოში ვზივარ ეს რომ შემოვიდა კარებიდან ვერ ვხედავს და მე ვხედავ და გამოიხედა და იფიქრა არავინ არ არისო და გავიხედე და ესე მოდის. და წავიდა დიდი ოთახით, მოვიდა და შევიდა თავის საძინებელში და მე საძინებელში. აბა, დავული გამისკდა, იცი როგორ. და მე იყო ერთი ძმაკაცი რო ყავდა, სახელს არ ვიტყვი. გადაიტანე იმაზე, რომ ისიც კი გათხოვდაო და მე რა ჭირი მჭირსო, ანუ გადავიდა, რატომ მოხვედი, თრალი თქო და ისიც კი გათხოვდა და მე რა ჭირი მჭირსო. მაშინ მინდოდა გათხოვება. და ისიცი ის ამბავი მამაზე გამახსენდა? ერთ ჩვენი მეგობარი არ ვიტყვი რა. მოკლედ არაფერს არ ამბობ დედა. მე შენ მოგეცი საშუალება ყველაფერი ილაპარაკო გახსნილად. და გვარს ხوار დავასახერებ იმ ჩემი მეგობრიც რა. ყველა ვიცნობთ, მაგრამ ნუ რამშობად. მივიდა ერთ-ერთ ოჯახში რა, ამაზე გამახსენდა ეხლა და რაღაცა ანტიკვარული ავეჯია და ნუ რაღაცა დაცემა და აი რა ბაზარია სამბავია და ნუ აი რაღაცა იქ ვაზის ტოტებიდან და ვარდის ფურცლებისგან ავეჯი და ცოტა დიდია რა ტანით და ეს დიას სტუმრები ყავდა დიასახლის უნდა დაჯდეს და აჩვენებს ესე გაჩერდა იქ წავიდა რომ დაჯდეს და აი ხო რომ მიდის და არტაშდი წავიდა ბოლოს ერატ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  კინტა უნდა უარა დიოდა ეს 1 საათი ნუ აი მაგაზინს ყוי გადაშდი აკარდა ვიზე ამბობ როგორ მაინტერესებს კარგი მსახიობია ძალიან არ შეიძლება თქმა არა რატო რა ვიცი ეგება არ უნდა კარგი მოკლედ სიმართლე ისევ სიმართლე უნდა მითხრა რამე მე გითხარი წეღან უკვე რა ანუ მე გითხარი სიმთვრალეზე და სიგარეტზე ხა შენი ჯერია რა მოგიტყუებია რა ვიცი სულ ვიტყვები გამოწერილი დრო დამჭირდება კარგი მოკლედ მე შენთვის ერთი თამაში მაქვს მომზადებული ხო ემოციების თამაში ქვია მაგას რა აი ნახე რას ვერ ხვდები იცი რა მოგიტყუებია იმიტომ მოვიტყვე რომ არ მინდა რომ ის მე გამოჩდეს და ახლა თუ მოვყევი რა მომიტყუები რა აზრია თუ ვერ მივხვდართ ესე იგი არ არის საჭირო კაი რა ბავშვების ამბებიც მინდა რომ მოვყვეთ ჩემთან დაკავშირებით აი რა გახსენდება ყველაზე მძაფრად აი ჩემი გაკეთება ბავშვი საშინელი არ იქცეოდი კარგად რაც უნდა შეზე კარგი ვილაპარაკო მაინც შენ რეიზოში ჩადიოდი ყველა ბავშვი ადიოდა სახლში რატო იმიტომ რომ აჭმევდი ის ქონდა სხვა შორის დამაჯერებლობის უნარი რომ აი იმას აჯერებდი რომ უნდა ეჭამა მიწაჭია რაღაცა ყველაფერი და აჭმევდი ამას აკეთებდი ნუ ის რომ აი ეს ქონდა ნამდვილად ეხაც აგაქვს სხვა შორის რა მაქვს შენ აი ესე მოდიშ და რომ გაჯორდები იქ შენთან ლაპარაკს ცუდია მე გაჯორება ეს რა მაგრამ ზოგჯერ საშენოთ რო გეუბნებიან უნდა მიიღო ხომე რაღაცა არა მე ვიცი რა იცი სახა ციცერონი რა შუაშია ციცერონი ხარ ან არ ხარ მოიხედე ირგვლივ ბაზარში და მიხვდები რაოდენ ხან მოკლე ხარ შენ მე ხა შენ მიშველე მაშინ ვილაპარაკოთ ახლა იმაზე რომ შვილებიდან ყველაზე მეტად ვიპარებოდი სახლების უკან და ლუცროს ვავდი მე ვიყავი ხო თუმ აღარ მოვიდეს დედაჩემი სტუმრად ჩემთან ჩემი ძალიან დიდი თხოვნაა კითხვა დამასვევინე თამარხალო არის შენ კითხების დასვა რა ბაზარია გაჩუმდი კალო არა კითხების დასმა ვიცი უბრალოდ არ მაძლევს საშუალებას მე მაინტერესებს როდესაც რაღაცას ვაშავებ მე რატომ არ მიხდი ბოდიშს პირველი პირველი იმიტომ არ გიხდი ბოდიშს რომ მე არ მეყვარს ბოდიშის მოხდა რას ნიშნავს იმიტომ რომ შენ რო აშავებ შენ უნდა მოიხადო საკუთარ თავთან პირველ რიგში ბოდიში და მე სხვა დანარჩენთან
დედა ხარ, დედა, უნდა გაითვალისწინო შვილის ემოციები. ვალია, ჩემი, რამდენი ვალი, რაღაცა მითხარით, მაშინ საწერია ეს ყველაფერი, რომ შენ რო დააშავე ბოდიშს მე ვიხდი, მე რო დავაშავე მე ვიხდი ბოდიშს, ეს ყველაფერი ჩამოწერეთ, დედანი დამიდეთ, წყარო დამიდეთ და მე ესე ვიმოქმედე. კარგი, მაშინ ახლა ყველას უთხარი, შენი შვილებიდან ყველაზე მეტად მე რატო გიყვარვარ? არა, ხო, მე სხვა შვილს გიждები ეგეთ დედებზე. მყავს სხვა შვილს ეგეთი მეგობრები მე და აი ხო ვირები. ყავთ 74 შვილი თუ რაღაცა 600 შვილი და აი მე აი ის არის ჩემი კაცი ეგ არ ქონია ჩვენ სახში არავის რა საერთოდ არ აგვაქვს არავის მაყაშვილი მე საერთოდ მაყაშვილები ძალიან ცივები ხარ კი ცივები ვართ ყველანი და არც დედა ჩემთან არ ქონდა დამტრეული დალეწილი დამტრეული მოვდიოდი არაცხვირი არაყური რაღაცა და არაფერს ვაიმე რო ატეხავდნენ ისტერიკას მეზობლებით თავის ვაიმე და არაგმა წამიღო და რო ამომიყვანეს და ამომიტანეს დაშვილი არაგვიდან რა იყო ესე გამიკეთეთ კაი დედიკო მე სამაგეროთ რო შევდიოდი მე კი ატრიალდი მაგრამ გავყრიალდი მაგრამ ხო იმ წუთში რანერად უნდა მე და ეს არ აგვაქვს ჩვენ რომ აი მე ეს კივილი წივილი რაღაც და მე ვფიქრობ რომ ძალიან სწორია და უფრო მებრძოლი უნდა იყოს და უფრო ისეთი უნდა იყოს აი ხო ხედავ გამოგადგა ყველაფერში გენაცვალე არ ჩვენ მოდიოდი ნაკლები დამტრეული მაგრამ მაინც დე ასაკთან ერთად მოვიდა ეს სიბრძნე შენი თუ ისევ ისეთი ხარ როგორც 2 წლის წინ იყავი 2 წლის წინაც 2 წლის მერე სხვათა შორის მოვიდა სიბრძნე შენ რა სიბრძნე დიდი წელიწადი და რაღაცა 8 თვეა სერიოზული ესე იგი ჩემ თავში ვატყობ რომ აი ძალიან ბევრი ფასეულობა გადაფასდა მანამდე ვერ სანამ 56 წლის არ გავხდი მანამდე ფასეულობა ვერ გადავაფასე არა, მაინც სერიოზულად რო ვილაპარაკოთ, აი საინტერესოა. მაინც აი განყუთვა დავიწყე ზოგიერთი ადამიანების. ხო, განყუთვა. ხო, განყუთვა, ანუ გადაგდება, განყუთვა არ არის გადაგდება. ნუ ეხა ვიცინეს რაღაც მომეწონა სიტყვა განყუთვა, ხო აი რაღაცნაირად ესე რა. გაშვება ტოქსიკური ადამიანების ცხოვრებიდან. ხო, და ზედმეტად აღარ ვაქცევ ყურადღებას და რას მივხვდი რომ აი ადრე რო უფრო მეტად საგიჟეთი მიყვარდა, რაღაცა უკვე ნაკლებად მიყვარს. თუ ისეთი ადამიანები რა რომელს კომფორტს მიქმნიან კი და თუ არ მიქმნიან კომფორტს და ერთი არასწორი რაღაცა ისა აღარ მინდა იმათთან მივიდე. იცი რომ ზუსტად ესე ვარ მეც? შენ ამედანი ადრე მოქსვლია. ვეცლები ტოქსიკურ ადამიანებს. ხო, მე გიტარა და ჩქარიტაში სულ მიყვარდა და თქვენ არ გიყვართ ეგ ადამიანი. არა, გიტარა და ჩქარიტაში მიყვარს რაღაც კლუბში. ხო, ნუ ეს კლუბი ჩვენ დროს არ იყო და არ ვიცი და ეხა ბეთანიაში წავიდეთ ხომ ერთ სახინკლე იყო და ეგ 200 კაცი წავიდოდი და იმ სახინკლეში დავდიოდი და ეხლა იმდენად მე არ შემიძლია ეს მუსიკა ელექტრონული ის ამიტომ სახში მირჩევნია სიტყვაზე ან სადღაც ვიმღერო ვიცეკო გავერთო და ამიტომ თუ დაიწყება ეხლა ისა ეხლა ესა ეხლა ისა შემიძლიათ შენჭება წავალ ეგ ზღვაზე დაუზე და ან ბავშვებს წავიყვან და გავერთობი ბავშვებთან ერთად ვერთობი მე გადასა სუპერბებია კი ხარ აი რამე არის ისეთი რასაც 10 წლის წინ ვერ გააკეთე უკან ვერ გააკეთებდი პირიქით მაგრამ ეხლა გააკეთებ პირიქით 10 წლის წინ უფრო ვაკეთებდი სიგიჟებს ვიდრე ეხლა. არა, ხო და მე ეხლა მაინტერესებს, არის რაღაცა ისეთი, რაც 10 წლის წინ ვერ გააკეთე და ეხლა გააკეთე. ხო, სხვა შორის არის, იმიტომ რომ 10 წლის წინ შეიძლება გამეტარებინა ვიღაცისთვის და პასუხი არ გამეცა და ეხლა აღარ ვატარებ. საერთოდ აღარ ვატარებ პასუხს. საერთოდ რატომ და გაატარო როდის მე რა? იმიტომ რომ კარგად ხარ გაზდილი, იმიტომ რომ გითხრეს რომ მარჯვენა ლოყას რო გაგარტყავენ, მარცხენა შეუშვირე, იმიტომ რომ ასე იმიტომ იძდები. მე ესეთ ოჯახში გავიზარდე, არისტოკრატიულ ოჯახში გავიზარდე, იმაში გავიზარდე რომ ეს რაღაცნაირად უნდა დაიცვას სუბორდინაცია, ეს უნდა გააკეთო, ის უნდა. ეს არისტოკრატები გასწავლიან რომ ერთ ლოყას თუ გაგარტყავენ, მეორე უნდა მიუშვირო. ხო, რომ გაატარე, მოუთვინე, რაღაცა ისე მიეცი შენიშნა და ვატყობ რომ არ არის, აი რასაც მე იდიოტი გონი ხარ ჩვეულებრივად. და რა უნდა მეგონო იდიოტი არა ვარ. მიღე პასუხი. აი სხვათა შორის მინდა ისიც გავიხსენე რომ ასაკში რა დიდი იყავი როცა ტატუ გაიკეთე, როდესაც კი ტატუები გაიხვიდე და ტატუები გაქვს ძალიან ბევრი. აი ეს რატო? აი ადრე რატო არ გააკეთეს? არ იყო ადრე შვილო ტატუ არ იყო. ჩემმა საწოდავმა დიშმა რო გაიკეთა, ცოცხლად უყეთეს ის რაღაცა და მე მგონი საშინელება არ იყო და ეხლა არის უამრავი და ჯერ ეგეთი მე როცა ძალიან მომწონს. მე მგონი არის სწორედ ეს სასაკი გაძლევს იმის საშუალებას რომ აკეთო ის რაც მნიშვნელობა აქვს. აი ეს პერიოდი რა რაღაც დიდობის. იმ დღეს ვიღაცა ქალბატონმა მომიწერა რომ რა არის ქალო ჩახედე პასპორტსო ეს ამდენი 10 წელი საყურე რო გაკეთებიო და მე დავიწყე სიცილი 10 კი არა 14-ია სუდად დაგითვლიათ მეთქი. სუდად დაგითვლიათ თქო და მე თუ დამიდებ წყაროს და ინსტრუქციას რომ რომელ ასაკში რამდენი საყურე უნდა გეკეთოს არ ვიცი რა გითხრა აქაც გავიხრიტავდი იქაც მაგრამ აქ არ მიყვარს არ მომწონს რაღაცა ტატუები მომწონს ძალიან ლამაზია მე სულ მომწონდა ეს მეც მომწონს როგორც ის ხარ
ხო, მე ძალიან მომწონს, ნახე რა ლამაზია გიზდები. გაიკეთ, რამე ჩემს ახალი ზღვაზე გაიგეთ. და თოლიებზე. დედა, ეს ახალია? ესე კარგად ანახე ყველას თუ შეიძლება რა. ჩემი ზღვა და თოლიები. ძალიან ლამაზ, ზღვა და თოლიები? თოლიები სად არის? აი, ეს ბათუმის გავლენაა დედა. აბა რა, ჩემი ზღვა. მარტო თვალები არ ზღვა და ლურჯიმდელა. მარტო თვალები არ მიცისფერდება, თორე ცისფერია ზღვა და ცისფერი უნდა კონდეს თვალები. კაი იქნებოდა. ხო, მიყვარს, ყველაფერი მიყვარს, გზელი ფჭილები მიყვარს, ბევრი ბეჭდები მიყვარს, სისულელები, ქვები, ყველაფერი ზეცშემილი ავისხა და ვიარო ესე დედაჩემი კანარეიკას მეძახდა, ეხა იადონი რო ვთქვა რა. იადონი. და კაჭკაჭი ვარ ჩვეულებრივი, სადაც დავინახავ ერთმანეთს. ა? ერთმანეთს რითი ვგავართ? იმი პრიჩოსკით ორივე ვგავართ მევიოლინე. ვარცხილობა ქვია. პიჩეს. ვარცხილობის გარდა. ვერლები როგორც იწყოდი პიჩეს. პაგანინის გავართ ორივე? ასე გვაქვს იმას, ავით, მევიოლინე დავიჭიროთ. ან არფაზე ვინც უკრავს, რატომღაც თვისებებზე რო ვილაპარაკოთ. აი რითი გავარ დედა თამარო. ცხვირით. ცხვირით არ გავარ. ეხა დავიმსგავსე მე ცხვირი. ნახე, მე სანამ ამ ცხვირს გავიკეთებდი, ანუ ფილერს სანამ გავიკეთებდი ცხვირში, მქონდა სხვანაირი ცხვირი. ეხა დავიმსგავსე შენ ცხვირს. აი ხო ხედავ, წახვალ, წამოხვალ, ჩემთან აგაკ საქმე, ხო, რა ბაზარია საწავიდე. ეს? ხო შეიძლება რომ რითიმ გრათვისებებით მგავხარ? შენი აზრით. მოდი მეგეთქე, საოცრად სამართლიანი ხარ. სამართლიანი ვარ? კი, შენც, ნინუცაც, აი ორივე ხარ ძალიან სამართლიანი ადამიანები. ვერ აიტად ვერავის ჩაგვრას, ვერ აიტად ვერა რის გამოც შენც ეგეთი ხარ? მე რამდენჯერ შესყდომი ვარ ვიღაცას მაგის გამო და ჩემი დამი კარგია, მაგრამ სხვისი გამიკეთებია. ეს ძალიან ხარ და მე თუ მკითხავ. მე სულ შენ ესას კარგავ და სულ სხვას უკეთებ. რა ვქნა, არა უშავს, ეთყობა ეგრეა. მოირა ხო გაგიგია შენ ბედის. დედა მოდი ვაქოთ ერთმანეთს. ქალგმერთი. მომე მეორე ხელი. მუხლებზე. მომე მეორე ხელი. მუხლებზე რატომ აყენებ დედა? რატო გინდა რომ ბიჭო, მუხლებზე? ბავშვობაში არ დაგაყენე და ეხლა მაინც დადექი მუხლებზე. რატო არ გიყვარდა დედა? რატო გინდა რომ მუხლებზე? ქალგმერთი ხო იცი, რასაც გიწინასწარ მეტყველებს, ეგრეა მე შენი შენი. და რა მიწინასწარ მეტყველა ნეტა, გავარდი. აი ეგეთი ყოფნა. მის ესალ გაგეხურე მოგატყუე ლა 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 ლა. მე ხო ვასასი ვარ, ყველაფერი უნდა ვიცოდები, აი მე ხელს დაუპირმენებს ეს კაცი. შენ ყველაზე ვასასი ხარ. გიждდება ჩემზე. ხო, გვიყურებენ ადამიანები, მაყურებელს ვეტყვი და დამსტრეს საზოგადოებასაც ვეტყვი. დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ, ეს ძალიან მიხარია და ძალიან მნიშვნელოვანია და ეგრეულა და ჩხალორა ბაზარია. გალორა გაღრიალე. მოგიგე. გამისკდა. მე ვუთხარი რომ ეგეთ რაღაცებს გაგიკეთებ, მეთქი შუა ლაივის თქვა, რა ბაზარია შეგაშინებ და კაიო გამიკეთებ და თვითონ გამიკეთებ. ოხ შემაიმუნო. კატო როგორ სიტყოდა? მაინუნო. შემაინუნო. შენ უნდა დაგეწყო შენი გადაცემა მოგესმაილმებით მეგობრებო, მოგესმაილმებით. დედა სმაილ. როგორი მზარეული ხარ, ვითომ არ ვიცი და ისე მოყევი. მზარეული ვარ, ნუ აი საკუთარ თავზე გიждდები რა, ისეთი მზარეული ვარ, ძალიან. არა ვარ. ხარ ძალიან კარგი. მე არ ვიცი კონდიტერია, იმიტომ რომ არ მიყვარს, რაც არ როგორ თქვა მიყვარს. თან პროფესიონალურად, მე არ ვიცი კონდიტერია. არა, არ ვიცი კონდიტერია. რაც მინდა კონდიტერია, აგერ ჩემი მარიკა და ესენი იყოს, დამიწყობენ, რასაც მინდა. ოხ, მარიკა კაი გემოვნებაა. აუ, ძალიან. ხო და მე მიყვარს აი ოღონდ მე არ ვიცი ეს პუწუმუწუებს რა აკეთებენ აი რაღაცა. არა, პუწუმუწუებს. ავოკადოები და ვიღაც ნათე რაღაცები. დილის ავოკადოს ტოსტი. ხო არ ვიცი შეგენაცვალე მაგდენი მე ვიცი მამა პაპორე ბეჭი შემოვიდა შემწვარე და ჩახოხმელი და ამბავე და ერთი და მეორე. აი ბეჭი. აი ბეჭი, აი ჩიჟიპიჟიკი, აი მაკორო იცინო და იმაზე ნიშნობაზე ერთი მე არ შემწვა მე მგონი თამარამ და არ მომხარჯა და არ შემომიტანაო თორე დანარჩენიო ყველაფერი იყო. აბა რა ეს უნდა იყოს ეგეთი ქართული ტრადიციული. ყველაზე მეტად შენი რომელი გაკეთებული კერძი მოგწონს? მე მიყვარს ჩემი ჩიჟიპიჟი. აუ შენ ბიფ სტროგონოვი ძალიან. ბიფ სტროგონოვია როგორ უნდა? სტროგონოვი. ჩემთვის არის ტოპ. ბიფ სტროგონოვი მიყვარს. ხაჭაპურიც მიყვარს. ხაჭაპური საოცარი. თათარი ახლა ხაჭაპურებზე გიждდები იმ წუთში რო კეთდება. ხათა შორის ძალიან ბევრი ადამიანი დიასახლისების საჭმელს ვაკეთებენ თვითონ აი კაი მზარეულებით არასდროს არ უყვართ თავის საჭმლის გასინჯო. ისე კარგად მიყვარს როგორც დაგიბარებია. ჩემიც მიყვარს. სხვისიც მიყვარს, ქუშაშიც მიყვარს. აგერ ბაზარშიც მოვივლი ყველაფერს და შევჭამ და იქ ისე ნახატებს უყურებ რომ უკვე ნერწყვები მომდის შოქში ვარ. აუ ჩვენ ხო, მაგრამ მე თავი გავსწირე. თავი გასწრეკე და რო იცოდე ჩიჩოული რა. მოყვე რო კუპაც მეძახით? მოყევი? ხო. თავხედი შვილები რო ყავდა, კუპაც რო მეძახიან, დედა კუპატი ხარ. კუპატუკა. ხო, კუპატუკა. გემრიელი კუპატები გიძათ, მოდით ხალი ბაზარში. ასაკში უნდა იყოს ხორციანი. გვიყვარს დედა ჭამა. ყველა კი, მაგრამ ხორციანი უნდა იყოს ასაკში ხალი რო ჩამოდნება და იმას რო დაემსგავსება ასე რო იზამს ის რა არის? რა გაშალი, ყველა უნდა გაშალო, გაიგე შენა.
იცი რა მაინტერესებს დედა? აი სხვათა შორის ეს შეკითხვა არასდროს არ დამისვავს შენთვის. აი არასდროს. 38 წელია შენი შვილი ვარ. 39-ის ხდები ხო შენ? არა, დედა, ოქტომბერში ვხდები და ხდები, ხო? ხო, 39-ის ვხდები. რა დრო დაგიდგა, რომ თითქმის 2 წელიწადში 40 წლის ვიხდები. მაგრამ არაფერი. მე მაინტერესებს მართლა, აი გულახდილად. მსახიობი რო არ ყოფილიყო, აი არ ხარ მსახიობი. ანუ სხვა შანსი არ არის, რა არ ხარ მსახიობი. აი რა პროფესიაზე გიფიქრია, რა აი პარალელურად რა შეიძლება მე ვიქნებოდი კარგი ექიმი. კარგი ექიმი იქნებოდი? აი ქირურგი ვიქნებოდი. იცით რომ პირველად მესმის ახლა ეს? არა, მართლა გეუბნები, კარგი ექიმი, ქირურგი ვიქნებოდი. ქირურგი იქნებოდი? კი. არ არის გვიან. ხო, ძალიან კაი დროა ახლა, ჩემ მოტეხილი ხელებით ოპერაციას დავიწყებ, ეს პატარა მივაკლავი იქ ვიღაცას. 12 წელი ისწავლი და მე გაგასვენებ. ისე ეს რო სწავლობენ, ეს საწოდავები ხო პირდაპირ პენსიაში გადიან და მე ბარე პენსიონერი ჩავაბარებ და მე გაგასვენებ ეგრევე. მე პირდაპირ გამიტანენ ოღონდ თეთრი ხალათით გაგასვენებ. ხო, აი ძალიან მომწონდა ყოველთვის და სხვათაშორის ერთხელ თქვენ არ ვიცი გახსოვთ თუ არა? წნეთში ვარ და იქ ხათუნა ჩვენი მეგობრის ბავშვი რო შევიდა იმაში შუშაში და სულ თავში შუშები რო ქონდა არ გასოს პატარა იყო ძალიან და ავსვე ესე დავიჭერე ეს ბღავი სისხლები ზის და ისი პინცეტით სათითაოდ ამოუღე და ამოუმუშავე ისინი დედამიც ცალკე გულწასული ყველა გულწასული თელი მე დაამუშავე მოვიდა სასწრაფო დაამუშავე თლიანად ეს აი ერთი ჩაიყვანე საავტომობილში და დედას გაფიცებთ ქირურგი ყავდათო გვერდზეო მეზობელიო თუ ვინა და არა ეს მსახიობიაო მე არა მაქვს რეაქცია და ეს შემილია სხვათაშორის არც მე არ მაქვს რეაქცია. ხო, აი რამდენჯერ ნაკერის რაღაცა ხო მქონია რაღაცა და მე თვითონ ჩამიხსნია და აი ვიქნებოდი ექიმი. ჩვენივად. მაგრამ რა ვიცი, რატო არ ვიყავ? ტვინი არ მქონდა, იმიტომ რომ არ მიყვარდა სწავლა. არ რთულია ხო, ჯერ ერთი ძალიან კარგი ფანტასტიკური არტისტი ხარ და ძალიან კარგი მსახიობი დააკლდებოდა. ხო, არა, იმდენი სწავლა უნდა, იმას საჩემელია შეგენაცვლი, მე არ სწავლა არ შემიძლია. და მინდა რომ ჩვენ გადაცემას და ადამიანს ვის ვერ მისწავლია რაღაცა ის სოციქსელი ბეცი ვარ მაგაში და ეხლა მე იმას ვისწავლიდი ქიმიას ისწავლიდი კაცო ყველაფერს ისწავლელია მამა ჩემა ვერასოდეს ვერ მასწავლა ვერც ქიმია ვერც ფიზიკა და ვერც ჩადორაკი ვერ ვისწავლიდე მეტი არაფერი არ მინდა სამაგროს ყველაფერი რაღაცებს გეუბნები და არც მისმენ რა გინდა რაღაცებს გეუბნები და არ მისმენ რა გინდა ბაზარია რა ის ბაზარია რომ უსურვე ჩვენს გადაცემას აი და ბაჩვენო ყველას უსურვე ჩვენს გადაცემას. აჰა, დავდექი, ხო გინდოდა მუხლებზე რომ დავდგარიყავ. ხო და დავდექი მუხლებზე. მე გადაცემას მე უსურვებ. შენი სრულები ჩვენ გადაცემას და ბაზარს. წარმატებას მე მაქვს კარგი ფეხი, იმიტომ რომ ვიქებ. მართლაც კარგი ფეხი მაქვს, არაერთხელ უთხოვს იმ მაღაზიაა თუ რაღაცაა თუ რაღაცაა. ბალანაც ეგრე იყო. ბალანაც იყოს, ყოველთვის მეუბნებიან რომ აი პირველად გარდა მაგისა რომ წარმატება მე როგორც ხვდები სოციალში რაც უფრო მეტი მაყურებელი ყავს მით უფრო მეტი აგეკრიფოთ ეხლა ეს გასაგებია რომ ვიხალისეთ ვიცინეთ ზოგჯერ სერიოზული თემები იქნება ზოგჯერ არ იქნება იქ რაღაცა საინტერესო ძირითადად გავერთობის სპეციალურად ჩამოვედი ბათუმიდან რომ აი რაღაცნაირად ფეხბედნიერი იყოს მე არ მიყვარს შეკარგად იცი ახალი წელი და რაღაცეები და მეკვლე თუ რაღაცა სისულელეები მაგრამ მე მინდა შენ გისურვა პირველ რიგში შენთვის რომ შენ დაალაგდე აბსოლუტურად იყო ხრებში გამართული ბოლომდე ბევრი რამ გადაიტანე ბევრი დარტყმა მიიღე ამ ბოლო დროს და ამიტომ ნამდვილად იმსახურებ იმას რომ შენ თელმა გადამღებმა ჯგუფმა იგივე ამ სივრცემ ბაზარმა სულ ესე იგი სულ იბაზროს და სულ კონდეს აი ამ ბაზრის მოდი რა ვიტყვი ამ მოძრაობის და ყველაფრის სურვილი, რომ უფრო მეტი ხალხი მოიზიდო, რომ აი რა კარგია რუსოზის თუ რუსკაზის თუ როგორც გეძახია და მოდი რა წავიდეთ და მოდი რა გავერთოთ, მოდი ეთერში ჩავერთოთ რა, მოდი რაღაცა ვკითხოთ და მე ვფიქრობ, რომ ესეთი ცოცხალი ურთიერთობები არის საჭირო, ამიტომ კეთილი იყოს ჩემი ფეხი, კეთილი იყოს შენი ფეხი. რა ბაზარია რა? რა ბაზარია და ეგ ბაზარია რომ დედა დღეს სპეციალურად ჩამოვიდა იმისთვის რომ ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარი ყოფილიყო. დიდი მადლობა შენ ამისთვის დედუკა რომ იყავი ჩემთან. და მარტო რომ არ გამომიშვი. ის ბაზარია მეგობრებო რომ ჩვენი დღევანდელი პირველი ლაივი დასასრულს მივახვალ და მე გეტყვით რომ ყოველ სამშაბათს 8 საათზე შეგიძლიათ მოხვიდეთ ბაზარში. პირდაპირ აქ დასხდეთ, მიყუროთ მე ჩემს სტუმარს და ჩვენთან ერთად გაერთოთ, ასევე შეგიძლიათ ბაზარის Facebook გვერდზე შეხვიდეთ, ლაივში გვიყოლოთ. თუმცა ხო YouTube-ზე შეგიძლიათ ამ ყველაფერს უყუროთ. მოკლედ, დიდი მადლობა. ვინც იყავით დღეს აქ მოსულები, დიდი მადლობა თქვენ. ლაშიკოს მადლობა, რომელიც ყველგან დადის ჩვენი ნოდარიკოს მაკაცი. დედა ნახე რა ხდება ჩემი საშამოვიდა. ვაუ! აი მე რა კაცია. რა სილამაზეა. მადლობა, ძალიან დიდი. საშამო.
აი ესე. ვაუ. მოკლედ, კიდევ ერთს ვიტყვი, სანამ გავალთ ახლა ეთერიდან, ვიტყვი რომ საოცარი გუნდი ყავს ბაზარს, საოცარი კაფე არის აქ. უკვე ძალიან მეგობრები ვართ ერთმანეთის. შენ არ გიყვარს ყვავილები მომეცნე. უკვე ერთმანეთის მეგობრები ვართ, არის საოცარი სიტუაცია, ძალიან ბედნიერება აქ ყოფნა. დიდი მადლობა მათ იმისთვის, რომ მე აქ ვარ და მოკლედ გელოდებით სამშაბათს, მოდით აქ, უყურეთ Facebook-ზე, ჩართეთ YouTube-ზე, ყველგან ჩვენ ვიქნებით. ყვავილებში და დიდი მადლობა Story Flowers ყვავილების Story Flowers-ში და მეკარგე. წავედით, გავედით ეთერიდან, მომჩა. ეგ ბაზარი იყო დღეს. ყვავილებით სამშაბათს სხვა ბაზარი რა იქნება. ბაზარია?